გამარჯობათ, მე ვარ დიტრიხა, ეს არის დიტრიხას პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მხარდამჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი და დღეს ვიმყოფებით ძალიან კარგად გიდას ზაზაროვაში. ჩვენი სტუმარი გახლავთ ზაზა ვარძენიშვილი, მუსიკოსი, კომპოზიტორი. მიესალმეთ, ბატონო ზაზა. გამარჯობათ. მაყურებელს ასე თქვა. მოკლედ, ჩემი პირველი შეკითხვა იქნება, რომ აი რა ზაზა მარჯანიშვილისთვის რა არის მუსიკა? ასე მოგვაწეს. ესეც შეკითხვას არ ველოდებოდი. ხარ ვთქვა ყველაფერი ძალიან მოკლე შეკითხვა, პასუხი გამომივოდა თან ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს. არ ვიცი, თავარია ჩემთვის მე რა ვარ მუსიკისთვის, ალბათ ეგ არის რა. თავარი შეკითხვა, რისთვის გავჩნდი და შემიძლია თუ არა რამე გავაკეთო მუსიკისთვის, თორემ მისი აღმატებულება მუსიკა თავად ერთ-ერთი ფორმა არის უფლისა. კიდე აი, თქვენი შეხედულება მაინტერესებს, მუსიკა რაც არის, ზოგადად და რასაც აკეთებს ეს მუსიკა, ზაზასთვის რა არის? ცხოვრებაში რას წარმოადგენს? აი, გამაკეთილ შობილებელ საშუალებას რა, ალბათ არ ვიცი რა, ყველაფერია მუსიკა ჩემთვის, მუსიკით ცხოვრობ მე რა და ყველა ჩემი თქვათ მოგონება, თქმელი თუ მწარე, მუსიკასთან, მელოდიასთან არის დაკავშირებული ყოველთვის. და აი, რა როლი ითამაშა მუსიკამ, როცა გამოცდა მუსიკა ცხოვრებაში, აი მთელი ცხოვრების განმავლობაში რა როლი ითამაშა? ალბათ ჩამომაყალიბა ის, რაც ვარ ახლა დღეს. მე არ მახსოვს, როდის გამოჩნდა მუსიკა, იმიტომ რომ მუსიკა ყოველთვის იყო და მე გამოვჩნდი ამ ქვეყანაზე, რომ დავიბადე. და ყოველთვის იყო და უბრალოდ ისე შემოვიდა, რომ არ მახსოვს, მე ვერ დავასახელებ თარიღს რა, რომ პირველად მოვისმინე რაღაცა. სულ იყო ჩემთან და რაღაც სულ მახსოვს, ალბათ ჩემის იამნარიდან დაწყებული. რაღაც დღემდე სულ არის მუსიკა ჩემთან. კი, ბატონო. აი რას შვება მუსიკა თქვენი აზრით, აი ცხოვრებაში ხო, ბევრი რაღაცა გამომცადავ და გამომცადე ხო, ასე ვთქვათ. და აი მუსიკა რას შვება ისეც, რომ აი ადამიანს ცulis, როგორც ადამიანს და პიროვნებას და პერსონას თუ არ ცulis თუ აი საითკენ ცulis ამ თქვენი აზრით. ნუ მე ფიქრობ, რომ ცოტა ისეთი უფრო ღრმად არის რა საქმე, ვიდრე მუსიკა არის ერთ-ერთი საჩუქარი ზემოდან რა, ესე ვთქვათ. და ერთ-ერთი აი უკაცრავად არა ქართულ სიტყვას ვიტყვი, შპარგალკა რა. თუ როგორ უნდა მოიქცე და თუ ადამიანს აქვს გონება, გონებაში ნათელი უბრალოდ. მაშინ ის სწორად იყენებს. როგორც წიგნს, როგორც ნებისმიერ ინფორმაციულ საშუალებას რა. ასევე მუსიკაც ესე არის რა. თუ გაკეთილი ნება გულში და გონებაში, მაშინ მუსიკას სწორად იყენებ და მე ხდები უკეთესი დღეს ვიდრე იყავი გუშინ. ანუ მუსიკა იდეაში გაკეთილშობილებს რა და სხვანაირ ადამიანად გუზძის თუ რაღაცა ხო? ვისაც შეუძლია. ხო, ვინც ფიქრობს, ვისაც არ ეზარება ფიქრი. ნუ ზოგადად ხელოვნებაც ეგრეა იდეაში. ყველაფერი ესე არის, ეშმაკიც ესეა რა. როცა დაუკვირდები, ხო, უკეთესი ხდები, როცა ცუდს უკვირდები დიდხანს, რომ რამდენად ცუდი არის. მე მაგალითად ეხა მუსიკასთან არ ვიცი რამდენად კავშირი არის, მაგრამ კარგს და ცუდს აღარ ვეძახი რა. ვეძახი კარგს და სულელს რა, იმიტომ რომ თუ არ იცი ცუდი რა ცუდია, ხარ უკაცრავად და შტერი. ხო, აი ეს არის ჩემთვის ანტონიმები რა, კარგი და სულელი. და ეს ყველაფერში მოდის, სხვა ფორმიდან მოდის, ყველაფერი ზემოდან, რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი
ყველაზე ადვილი იმდენად რამდენადაც ადამიანის გონებას არ მაცი არის და მუსიკას თვალი არ ჭირდება, თვალის დაღლილობა, ყოველთვის გესმის, წიგნის კითხვას არ გავს, რთული არ არის თქვა და ამ ფილმის ყურება, იმიტომ რომ შეიძლება გამოსხივებით თვალები გეტკინოს ხო? ყოველთვის გესმის რა, ყოველთვის მარტივი ხერხი არა, ყოველთვის მოკლე, ყველაზე ადვილი, ყველაზე გასაგები კიდევ ერთხელ ვიტყვი შპარგალკა არის ადამიანისათვის რომ გახდეს უკეთესი. მაგრამ რა თქმა უნდა მუსიკასაც გააჩნია. ხო, აი მუსიკასაც გააჩნია და ჟანრების მიხედვით თქვენი დაკვირვებით რა მაინტერესებს ჟანრების მიხედვით და სტილის მიხედვით ადამიანებს თუ უყალიბდებათ ხასიათები და ასე ვთქვათ ცხოვრებისეული ვექტორი და მიმართულება. კი, ჟანრები სამწუხაროდ გავს პარტიებს რა. ხო, როგორც ბევრი პარტია რო არსებობს, და ყველა პარტიაში რაღაც სტერეოტიპი არსებობს, ხო, იმ პარტიის ან ლიდერი ან წევრი ზოგი ღირებულებები ეს. ხო, რაღაც აი ისეთ, ხო, აი ზუსტად მასე არის ჟანრებიც რა. და რაღაც მე ყოველთვის ვფიქრობდი, კარგი ხანია უკვე რომ რაღაც უნდა შეერთდეს და მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველაფერი ერთმანეთთან შევაერთო და ეს მრავალპარტიული სისტემა მუსიკაში მოსპო ჩემ შემოქმედებაში რა. ხო. იმიტომ რომ მუსიკა არის ერთიანობა და არა რაღაც დაწევრება და რაღაც. რა თქმა უნდა. დაყოფა. კი ბატონო, ხო, ვახსენეთ კომპოზიტორობა და მე ძალიან მაინტერესებს თქვენი ასე ვთქვათ კომპოზიტორების ჭრილიდან დანახული მუსიკა და მე აი ამ თქვენ შემოქმედებაში რა ხდება დღეს? ანუ აი კომპოზიტორის თვალით და ყურით დანახული მუსიკა ზოგადად როგორია? ხო სხვანაირია ვიდრე მსმენელისთან. ხო მე ვფიქრობ რომ კომპოზიტორმა უფრო ბევრი უნდა იმუშაოს, ცოტა ილაპარაკოს და შემდეგ დაელოდოს იმ მომენტს, როცა თვითონ აღარ იქნება და დატოვებს რაღაცას რა. აი მაგაზე მაქვს ყოველთვის ფოკუსირება და არა აპლოდისმენტებზე ან აღიარებაზე. ხო. ასე რომ მე ყოველთვის მე შემიძლია ვთქვა სხვა კომპოზიტორებზე, საიდან წამოვიდა ყველაფერი, ვთქვა, აი პირველი ყველაზე დიდი ეფექტი იყო ჩემთვის ბიტლსი. რომელმაც ძალიან გამზარდა, დღემდე მზრდის და დღემდე ვარ გაკვირვებული ამ პატარა ლივერპულის ბავშვებმა, როგორ შეცვალეს ჩემი ცხოვრება კი არა, მთელი მსოფლიო და დაანგრიეს საბჭოთა კავშირის კედელი. მე უცებ წამოვიდა ბახი. მე წამოვიდა ჯაზი, უკვე ეს მამაჩემის დამსახურება არის და ბევრი რაღაცებს მასმენინებ და რა ვიცი, აი ბევრი რაღაც კლასიკა, ყველაფერი და მე მივხვდი რომ ყველაფერი იმდენად კარგი არის. რომ აი ის ზემოხსენებული დანაწევრება აბსოლუტურად არ არის საჭირო და მე მგონი თუ ეხა რაღაც გარკვეულ ჟანრებს გინდა თუ არა მაინც გინდა რომ უსმინო ყველაფერს რა. დააყავე 2-დან 3-მდე როკი, 3-დან 4-მდე. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ის მუსიკოსი, რომელსაც არ ჰქონდა ეს საზღვარი რა. ერთ-ერთი არის მაგალითად ჩემი ერთ-ერთი მუსიკალური მამინაცვალი, ასე ვთქვათ, პეტ მეთინი, რომელმაც აბსოლუტურად გატეხა ყველა სტერეოტიპი რა. იგივე გააკეთა აფრიკულ ფოლკლორულ მუსიკაში, ვთქვათ, პიტერ გაბრიელმა ან ჯო ზავინოლმა. ზავინოლი. ხო და რა ვიცი, არიან ეს დიდი ადამიანები, ღვთისმადლით და ის გადატრიალება ასე მოახდინა რა. ხო და ჩვენ რაღაც მე მაგათ შვილებად გია ყანჩელმა მაგალითად. კი ბატონო. აი ეგ უნდა მეკითხა რომ ქართველ კომპოზიტორებში ვინ და რა ხდება? რამდენი არიან? ყველა არის საოცარი. ნუ ძველები გასაგებია, მაგრამ მე ხა მაინტერესებს და ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს თანამედროვე დროში
თუ არის ვინმე, საერთოდ. კი, რა თქმა უნდა, თანამედროვე დროშიც არიან ძალიან ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. მე რამდენიმე წელი ვიყავი მონაწილე დათო ევგენიძის პროექტი არის ესეთი ოპერაში პატარა კომპოზიციებს, კლასიკურ კომპოზიციებს წერდით რა და ასრულებდნენ ჩვენს კომპოზიციებს რა და იქ მოვისმინე, ну კი რა გავგიჟდი რა, ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი რა. ხო და რა ვიცი, ძალიან კარგი მომავალი აქვს ქართულ კლასიკას თუ რამე არამუსიკალური პრობლემები არ შეექმნება ქვეყანას რა. ხო, ბუნებრივი. და პლუს კიდე მინდა დავამატო ერთი რამ, რომ აი სადაც ვიმყოფებით ახლა აქ. ეს არ არის რეკლამა, ეს არის პირიქით მოტივაცია ყველასთვის რა. გაზაფხულიდან როცა გამოიდარებს კარგად, უკვე მე მინდა ყოველ კვირას სცენა დაუთმო კლასიკოს კომპოზიტორებს, ახალგაზრდა კომპოზიტორებს. ხო და ჩაატარო კონცერტები და ეს მოტივაციაც იქნება, ხალხიც გაიცნობს და გადავიღებთ ყველაფერს, როგორც თქვენ იღებთ ახლა იმას და რა ვიცი, მე მგონი კაი საქმე გაკეთდება რა. ძალიან მაგარი მოტივაცია ეს მუსიკოსებისთვის და კომპოზიტორებისთვის. ძალიან კარგი ხელშეწყობა. ესე იგი კომპოზიტორებზე მაინტერესებს, აი ახალგაზრდა კომპოზიტორებზე რა სიტყვით, რა განხრით იცით, რომ აი არიან ადამიანები, ვინც ნუ სხვადასხვა ჟანრებში, ასე ვთქვათ, ახალ რაღაცა კომპოზიციას წერენ. აი ამის რეალიზაციის საშუალება, ნუ კიდევ მუსიკაზე მე ვილაპარაკოთ, მაგრამ თვითონ როგორც მუსიკის და კომპოზიციის რეალიზების საშუალება საქართველოში ფართო მასებისთვის მე მგონი რომ ძალიან ჭირს. გასაგებია რომ ვიღაცას YouTube არხი აქვს, რაღაცა Facebook-ი აქვს, Spotify-ზე თუ თავს რაღაცა, მაგრამ ეს ატვის თვა არის ერთი ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ ამას უნდა ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ ვიძახით, გავარდნა, ხო? რომ გავარდეს ტრეკი დავუშვათ და უკვე რაღაცა ხალხმა მოისმინა. აი ამ კუთხით და ხელშეწყობის კუთხით რა სიტყვით როგორი სიტუაცია და რა არის გამოსავალი ვარ. მე ხა გამახსენდა დიდი ვაჟა აზარაშვილის სიტყვები, მუსიკა არის აბსტრაქტული მეცნიერება. ხო და ხა თუ დაუკვირდებით რა ამ აბსოლუტურად სხვადასხვანაირ სიტყვას, აბსტრაქტული მეცნიერება, მეცნიერება თითქოს რაღაც სიზუსტე უნდა იყოს, მაგრამ აბსტრაქტული მეცნიერება რაღაც მართლა მუსიკა არის რა. და მე ვფიქრობ რომ ჩვენ თუ აი მაგ პრინციპით, ამ სიტყვების კომბინაციის პრინციპით ვიფიქრებთ, მაშინ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არსებობს დიდი ბალანსი და ეს დიდი ბალანსი ნიშნავს იმას, რომ რაც არის ღირებული, არის არ იკარგება რა. აქ იმაზე ატვირთავ, ამაზე ატვირთავ, შანსი არ არის, ყველას აქვს თავისი მისია. ენერგია არ იკარგება არასდროს და კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთადერთი კონკრეტულს რასაც ვიტყვი დღეს საერთოდ მუსიკის პირველი მტერი არის ქართული ტელევიზიები. რა კუთხით რა? იმიტომ რომ არაღირებულს უშვებენ რა, იმისათვის რომ გაზარმასეს ტვინი. და თან ვერაფერს ეტყვი, იმიტომ რომ კერძო ტელევიზია რასაც მინდა იმას ვიზამ და ეს უწერიათ თავენ წესდებაში და მართლებიც არიან რა, ანუ იმათ უნდათ რომ გაყიდონ თავენთი ტელევიზია. როგორც თქვა თავის დროზე ბრაზილიამ გაყიდა იზაურა. ხო და აი იზაურებში ცხოვრობთ რა. თუმცა მე მაგალითად ისეთი კულტურის დიქტატურის ისა ვარ მომხრე რა. ერთ-ერთი ტიპის დიქტატურა, რომელიც მომწონს, ეს არის კულტურის დიქტატურა რა. ანუ ის რომ მე მაგალითად რო ყოფილიყავი რომელიმე ტელევიზიის მე პატრონი, ანდაც თუნდაც არა ვარ, აგერა ვარ ზაზა მარჯანიშვილი რა. ყველა ტელევიზიის მე პატრონას ვეპატიჟები ზაზანოვაში უფასო სუფრაზე და ერთად დასხდნენ და აწიონ სტანდარტი. და მაგ შემთხვევაში აი ამას წინათ რაღაცას უსტვენდი და გავარკვიე რომ უსტვენდი თურმე რომელიღაც სარეცხი ფხნილის რეკლამის მუსიკას. ანუ რასაც შეგაჩვევენ რა, იმას ეჩვევ. ხო, მარტივია და რატო არ შეიძლება შევაჩვიოთ ღირებული. აბა რა, იბატონო, მეც მანდავარ.
ასე რომ აი ეს არის კონკრეტული, ანუ მეცნიერული მიდგომა და აბსტრაქტული არის ის, რომ არასდროს არ იჩაგრება არავინ. არავინ არ თქვას, არავინ არ თქვას. მაგრამ აი უკვე ხელშეწყობა არ არის თვითონ, ტელევიზიებიდან, ქვეყნიდან, არ ვიცი, რეჟიმიდან, ყველაფრიდან. აი ეგ არის დიდი ბალანსი ზუსტად რა. ყველაფერი, აი გავარდნაო, ხო, გაისვრისო, ავრორასოვითო. ხო, ისვრის ის ვისაც აქვს აი ეს გულში იმხელა, გულში კი არა, ნაშრომში იმხელა ენერგია, რომ გაისვრის ნებისმიერ იარაღს რა. და თვითონ საქართველოში მიმდინარე ეს ვთქვათ, აი ეს კომპოზიტორებზე მაინტერესებდა რა იცით, რომ ანუ აი ამათი ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ დონე უნდა იწიოს ყველაფერი, ხო, ტელევიზიებშიც, იქაც, ინტერნეტშიც, გალეთში, მაგრამ თვითონ აი რა სიტუაცია კომპოზიტორებში? ანუ რა ეტაპზე დონეზე დგავართ, ვიდრე დავუშვათ რაღაცა 60-იან წლებში, ან 70-იან. კლასიკურში თუ ზოგადად? კლასიკურში, ჯაზში. ნუ აი ყველაზე ცუდი მომენტი გვაქვს ჩვენ როგორც ყოველთვის იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყოველთვის არა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან გამოიკვეთა ეს ჩვენი ჩავარდნა, ეს არის პოპ მუსიკა რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი ჟღერადობის ძველი სიმღერები მოვისმინე და რა ვიცი, უფრო კარგი იქნებოდა რომ ეს ახალი ტენდენცია წამოვიდეს უკვე, რომ ვისაც კარგი ხმა აქვს, იმან იცოდეს ინსტრუმენტზე დაკვრაც. კი ბატონო. ხო, ეგ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ 70-იანი 80-იანი წლები, გამოკვეთილი მომღერლები, სოლისტები, რომლებიც აბსოლუტურად დამოკიდებულები იყვნენ კომპოზიტორებზე. თუ არ დაუწერდა კომპოზიტორი მუსიკას, არა თვითონ არ იცოდა დაკვრა, ვერ პოულობდა იმ აკორდებიდან გამომდინარე მელოდიას, ვერ რაკეთებდა ექსპერიმენტს. და უცებ გარდაიცვალა ერთი კომპოზიტორი და მოკვდა ის მომღერალიც. ვა. შემოქმედებითად გადავა. აი მიჯაჭვულობა კიდე ცალკე პრობლემაა. ხო, ეს არის აი ამერიკაში სხვანაირად არის რა. ამერიკაში ბავშვობიდან აი თქვა როცა იცის რა, აი ზემოდან რო გრძნობს რომ მუსიკა არის მისი ყველაზე დიდი ხიბლი ჯერ აი სიტყვა ხიბლს დავჯერდეთ რა. აქ შემთხვევაში იწყებს იქ ბავშვის მოვლას, ვიღაცის მეზობლის ბავშვის მოვლას, ან მინდორს მოჭრის ხან ან გაზეთებს და არიგებს რაღაც ორ კაპიკს, მერე უცებ გიტარას იყიდის. ხო, მერე იწყებს ძებნას რა. ვიღაც აწყობინებს, მერე იწყებს ძებნას, მერე რაღაც, მერე იწყებს ტექსტების წერას თვითონ ამ მელოდიაზე, რომელიც მოსდის რა. მერე რაღაც გამოდის, მერე მიდის კლუბში. კლუბის მეპატრონს ეუბნება, რომ აი მე ვარ დამწყები მუსიკოსი. მე 20 წელი იქ ვიცხოვრე და ვიცი ზუსტად რაც ხდება რა. ეს კლუბის მეპატრონი შეხედავს და ეუბნება, რომ კაი, ორ შაბათებს მოგცემ, იმიტომ რომ იცის რომ ორ შაბათს არავინ არ ყავს რა. მე მაინც ვიღაცების სტაშებით და რაღაცებით გადაყავს 4 შაბათზე, მე 5 შაბათზე. პარასკევი და შაბათი ახლა ყველაზე კარგი დღე არის. შემდეგ რადიოში იწვევენ, მერე იწვევენ რომელიღაც სტუმარი დიდი ვარსკვლავი რო ჩამოდის ამ ქალაქში, გამხსნელ ბენდად. ხო, და რამდენიმე კომპოზიცია შეასრულებს, როგორც ლოკალური გმირი და აი მერე უკვე და ბოლო წერტილი შოუ ბიზნესის არის ტელევიზია. ალბომი ჩვენთან ტელევიზიით იწყება. ხო. აი ჩვენთან ხო და აი ტელევიზია არის დასამსახურებელი რაღაცა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ტელევიზიამ თავის თავზე ერთხელ და საბოლოოდ, იმიტომ რომ ტელევიზია არის ჩემი უნებლიე სტუმარი ჩემს სახლში. ხო, ბატონო. და კიდე 3 მილიონი ნახევარი ადამიანის სახლში რა. აქედან გამომდინარე ხო, სიფრთხილე არის საჭირო. ბოლოს და ბოლოს უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს მუსიკალური პროდიუსერი ტელევიზიის. პროდიუსერი ნიშნავს პროდუქტის შემქმნელს და არა იმას, რომ გადარეკავს, გადმორეკავს და ვიღაცას იპოვის, რომ შეავსოს ეთერი.
და ცოტა პროფესიონალურად უნდა მიუდგეს რა. ხო, აი მე ვფიქრობ, ისევ მე ცოტა გაბრაზებული ვარ ტელევიზიაზე. ოღონდ კეთილგანწყობილად გაბრაზებული და ხო, რა თქმა უნდა, რომ იმიტომ რომ ბევრად უფრო კარგად იქნება საქმე, იმიტომ რომ მუსიკოსიც როცა იცის რომ აქ არის რთული გამოსაცდელი, რთული გამოსთამელის ტელევიზია უფრო მეც შრომობს. კონცენტრირებული და დაძაბული რაღაცა. იმას ავით არის, რომ ეხლა რაღაც ტექნიკუმში ჩააბარებ თუ სამედიცინოზე, ხო? ხო, თუ გინდა სამედიცინო უნდა ისწავლო თუ რაღაც ეგეთი. დაახლოებით ეგეთი არის იგივე. ეგეთი უნდა იყოს ტელევიზია, უნდა იყოს რაღაც ინსტიტუცია ისეთი, რომელიც ჩემ დროს მაგალითად, ხო, ცეკაში შესვლა უფრო ადვილი იყო ვიდრე ტელევიზიაში. ხო. ხო და ეხლა არის პირიქით. აი ნუ ძალიან ბევრი რაღაცამ გადაპირობა ეხლა ეს, მაგრამ ალბათ რავი საბჭოთა კავშირმაც არა საბჭოთა კავშირს ნუაბრალებთ რა, იმიტომ რომ ეს განაპირობა თავისუფლების არ ცოდნამ. თუ რა არის თავისუფლება? ხო, იმიტომ თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეცნიერება, რომელსაც ჭირდება წლები და წლები, რომ ისწავლო რას ნიშნავს რა არის და თავისუფლებასა და უზრდელობას შორის არის ერთი პატარა ძაფი რა, ესეთი, რომელსაც ვერც ხედავ რა და ერთი გადაბიჯებით შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთო რა. ხო და თავისუფლების უცოდინარობა მე მაქედან გამომდინარე უპატივცემულობა, იმიტომ რომ არ იცი რას უნდა ცე პატივი. და რა ვიცი, ეგეთი 30 წელი კი გავიდა, მაგრამ ჯერ უდაბნოში არ მომხვედრილ ვართ რა. ასე რომ 10 წელიწადში არ შეიცვლება არაფერი რა. შეიცვლება. ამას დრო უნდა, მაგრამ იცი რა, დროსთან ერთად ვიღაცამ რაღაცები ხონდა ეცადოს, ხონდა მოუნდეს. რა თქმა უნდა. მინიმუმ რო უკეთესობისგან შეიცვალოს. რა თქმა უნდა. მაგრამ გზების გამონახვა, ეგ უკვე მეორე ეტაპია. ნუ აი მანდ უკვე ერევა სამწუხაროდ პოლიტიკური პროვინციალიზმი რა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს ანგრევს რა, დაწყებული მუსიკიდან დამთავრებული ხასიათამდე რა, ელემენტარულად. სულაც შეიძლება არ ვიყო მუსიკოსი და ვიყო ინჟინერი და ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ შიშით და ვიძინებ შიშით და ეხლა მე ინჟინერი შეიძლება და რაღაც ერთ აგურს გამოტოვებს ისეც რომ შეიძლება მთელი სახლი დაინგრეს. ხო? ხო და მე ვფიქრობ რომ აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან კეთილგანწყობა, კეთილგანწყობის დეფიციტი. ხო და აი მაგით ვთქვი რა, აკეთილშობილებს მუსიკა მეთქი რა. აი ცუდ მუსიკას რომ მაძლევ რა, ცუდ მუსიკას რომ მაჩვენ, ტყუილს რომ მაჩვენებ, ხო მე სიმართლეს ვეღარ მე არ ვიცი სად არის. თუ გარკვეული არა ვარ, მოვხმები რა. ხო, შესაბამისად არ ვიცი. ხო, მაგრამ თვითონ არ არის გარკვეული ის, ვის ხელშიც არის ამ მუსიკის გაშვება ეთერში. ხო, ეგეც არის. ხო და ეგ არის საშიში რა. მედიას უკვე და ძალიან დიდი როლი უკავია ერის და ქვეყნის განვითარებაში საერთოდ წაყვანაში. მედიას უკვე შეუძლია ააშენოს ისე დაანგრიოს საერთოდ მთლიანი რა თქმა უნდა ქვეყანა. ეგ მედიის როლი ძალიან დიდია კი. მაინტერესებს ეხლა წერან ვახსენეთ და თქვენ შემთხვევაში ჯერ აი კინომუსიკაში რა ხდება დღესდღეობით თქვენ შემთხვევაში? რა ძალიან საინტერესო რაღაცები კატაკლიზმები ხდება. ეხლა როცა თავიდან მე დავიწყე კინომუსიკაში მუშაობა, მაშინ ორად იყო გაყოფილი კინომუსიკა ტელეფილმებისთვის და ფილმებისთვის. აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის რა. სხვა სისტემა არის მუშაობის რა. ანუ ერთ მარტო კინოთეატრში. აი როგორც თქვა თეატრის მუსიკა რო სულ სხვა არის. ხო, ასევე ზუსტად იგივე განსხვავება არის აი ტელეფილმებსა და თუნდაც ფილმებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა რა. თუნდაც აი მე მაგალითად როცა ვიღებ რამე შეკვეთას პირველი მაინტერესებს რომელი ფერი დომინირებს ფილმში რა. და მაქედან გამომდინარე ძალიან ბევრ რაღაცას ვიღებ ჩემთვის რა. და ფერი ახლოს არის. ხო და ახლა უკვე წამოვიდა ჯერ
ტელეფილმები შეიცვალა, ფილმები შეიცვალა. ეხლა წამოვიდა სერიალები, რომლებიც ფილმის დონეზე არის გაკეთებული და ზუსტად იგივე აპარატურით, იგივე ხარისხით, იგივე, მაგრამ იმას კიდე ცალკე სხვა მუსიკა აქვს. ბატონო. ხო და ისეთ საინტერესო რაღაცეები ხდება, აი ამ ვიზუალ, მოდი ესე ვთქვა, ვიზუალურ ხელოვნების კომპოზიტორებისათვის, აი რავი, რევოლუციებზე რა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ეხლა დავამთავრეთ, ასე ვთქვათ, პირველი სეზონი, რომელიც დევს მხოლოდ YouTube-ზე ჯერჯერობით, ღამის მონადირეები და ბევრმა იცის, რომ მისი კომპოზიტორი ვარ და ჩემთვისაც საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ფილმი ან სერიალი, სულ სხვანაირი სიუჟეტები ვითარდება და საკმაოდ ისეთი, ჟანრობრივად კი არა, აი ხასიათის მორგების თვალსაზრისით საკმაოდ რთული იყო. ხო და აი თქვენ შემთხვევაში რა გამოცდილებაც გაქვთ? აი მაქიდან გამომდინარე, აი რა ზოგადად რა სიტყვით ხო მაგას? რამდენად რთულია, რამდენად ყოველთვის რთული არის რა. ჩვენ აი მე მუშაობდი ერთ-ერთ სტუდიაში Goldmore Productions ესე ქვია. და იქ საერთოდ ისეთ რაღაცებზე მქონდა ლაპარაკი, რომ მე უნდა როგორც კომპოზიტორს უნდა მეზრუნა იმაზე, რომ მაყურებლის ასაკის დიაპაზონი გამეზარდა. თუ იყო თქვა 25 წლიდან 30 წლამდე გათვლილი ამ თქვა სერიალებს უყურებს 25 მე უნდა ჩამომეწია 20-დან 40-მდე რა. თავისი აი მუსიკალური გაფორმებდა ეს. ანუ თანამედროვეც უნდა ყოფილიყო იქ რაღაცები აკადემიური ჟღერადობაც უნდა ყოფილიყო. აი ყველა ასაკის მან არის უფრო ესეთი აი დიდ მასშტაბებზე ფიქრი ხდება, იმიტომ რომ იქ საერთოდ ფილმის ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდარი ქვეყანაში და ჰოლივუდი საერთოდ ქმნის ამინს მთელ მსოფლიოში. მაგას მიუყვებით უყოლა. ხო, ასე რომ იქ სხვანაირად მიდის, ბევრ რაღაცაზე ფიქრობენ უფრო მუსიკოსებიც, რეჟისორებიც და საერთოდ შემოქმედებითი ჯგუფი რა. და რაც მთავარია და რაც ძალიან მიკვირს აქ რატომ არ ხდება, ეს ყველა ჩქარობს იქ. და ყოველი წუთი არის გათვლილი ყველაფერი, იმიტომ რომ მე როგორც პროდიუსერი ერთ ფილმს გადავიღებ თუ 10 ფილმს გადავიღებ, არის ძალიან დიდი განსხვავება, ხო? ხო, ნუ 10 ცოტა უტრირებულია, მაგრამ თქვა 3 ფილმს რა წელიწადში. ხო, აქ აუ დღეს არ შემიძლია რა პახმელიაზე ვარ. ხო. ეგეთი დონის მიდგომა. ხო. და თან ყოველთვის არიან გაბრაზებულები ვიღაცებზე რა და ამ დროს არ არის გასაფრაზებელი არაფერი. აი ისევ დაუბრუნდეთ იმ დევის რა, რასაც იმსახურებ, ყველაფერს მიიღებ რა. ხო, ეგრეა. ხო და აქედან გამომდინარე გაბრაზებით კიდე გაკეთებული ფილმის სისხლი გაჭრა კიდე რა. ან მუსიკის რა. და მუსიკის მითხოვნა. ხო. აი როგორი მიდგომაც იყო ადრე დავუშვეთ რა, რომ აი ძველი კინოფილმები ხა ყველას გვახსოვს და მათი მუსიკები და საუნდტრეკები იყო, დღეს რა ვიცი, ესეთი მარგალიტები ასე ვთქვათ, ხო? აი, გასაგებია რომ ის სხვა ეპოქა იყო დაუშვით, ხო? ეს პერიოდი და დღეს სხვა ეპოქაა და სხვა ტექნოლოგიებით იწერება მუსიკას და ფილმიც იღება და გასაგებია. მაგრამ აი საქართველოში არ გვინდა ჯერ ჰოლივუდები და ევროპები და რაღაცები, აი საქართველოს რო შევხედოთ, აი ამ კუთხით რა მოხდა, კი რაღაცები, ტექნიკა და რაღაცები განვითარდა, მაგრამ რაღაცემა უკან ხო არ ჩაიწია და რაღაცემა წინ წამოიწია და რაღაცები. ეხლა ვიტყვი, თვითონ რეჟისორებს რო უყურებ და თანამედროვე ფილმებს, ხო, ძალიან იკლო აი დიდმა მასშტაბებმა, დიდმა კადრებმა რა, სადაც ჩანს სულ არის პატარა, სულ ოთახი, სულ რაღაც ახლო კადრი რაღაც აი მე არ მინახავს რა ისეთი კადრი, რომ 30 ადამიანი გამოჩნდეს ერთ ფილმში. აი თქვა ქუჩა რა, ელემენტარული რა. და აქედან გამომდინარე, მუსიკოსიც არის შებოჭილი რა.
აქ რო რაღაცა პატარა გააქსიგარეტი მაქვს მომაწევინე რაღაც ეგეთი ტექსტები რომ მიდის რა იქ სიმფონიური ორკესტრი ვერ დაუკრავ რა არა გაქვს კაიგი კადრი აი იქ ბევრი რაღაც მიზეზები არის რა ნიუანსი არის იქ შეიძლება ლინზების უქონლობის ბრალი არის შეიძლება გამონათლებობის ბრალი არის შეიძლება შიშის ბრალიც არის იმიტომ რომ ძალიან საშიში არის რა ეს ხო ხო არ ვიცი ხა სხვა რაღაც შეიძლება თქვა ჩაფიქრებული მაგრამ ყველას როგორ აქვს ჩაფიქრებული ეს მინიმალისტი კაცო ხო ესეთი მაქსიმალური კარგი ესეთი ჰოლივუდური პროდუქშენი ხო შეიძლება რომ გააკეთდეს რა მაგრამ ეცე მაინც ყველაფერთან და ყველაფერი ეს ყველაფერი რომ იყოს მაინც მივდივართ თანხებთან შეიძლება განათლებაც მოვა თან ხო ხო მაგრამ იქ განათლებაც არის ტექნიკაც არის რაღაცა დონეზე მუსიკაც ყველაფერია არის რამდენიმე ვიცი ახლობლები ჩემი რომელიც რაღაცები დაიწყეს მაგრამ თანხის უქონლობის გამო საერთოდ შეწყდა პროექტი რაც ღირებულია ის არის კარგებული ხო მაგრამ აი ღირებულიც აქვს მაგრამ მაინც რაღაცა დაფინანსება არ არის და არც დაინტერესება მე აი ეს გავიმეორებ და გავიმეორებ რა იმიტომ რომ ღმერთი მაღალია რა რაც ღირებული არის კარგება. დღეს არა, როცა იქნება, მაშინ იქნება. ხო. ხო. შეიძლება იქ რაღაცა არის რა დაკრებული, რომელსაც უნდა დაველოდოთ რა და მე არ ვიცი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ეს ენერგია არის კარგება რა. ხო, შანსი არ არის. რა თქმა უნდა. ფიზიკის კანონია ბოლოს. ხო, პრინციპში ეგრეც არის ხო, რა თქმა უნდა. მე მინდა ვისაუბრო საავტორო კომპოზიციებზე. ნუ არა კინო მუსიკაზე და არა დავუშვათ სხვა მუსიკაზე, უბრალოდ და არა დავუშვათ რაღაცა ჟანრობრივად. ზოგადად საავტორო კომპოზიციებზე მაგ კუთხით მაინტერესებს რა ხდება საქართველოში. რამდენად წამოვიდა ეს ტენდენცია, რამდენად ხედავს ხალხი, რამდენად აფასება. აი, იგივეს ვიტყვი რა, რომ ყველაზე სუსტი ადგილი არის მაინც პოპი რა. ოფში ხდება ეს ყველაფერი. კი, თორე ახლა საოცარი თაობა წამოვიდა ჯაზში. ხო, როგორც აღნიშნე, ასევე კლასიკოსები არიან ძალიან კარგები, უბრალოდ ხალხს არ უნდა მაგის და არც ტელევიზიას უნდა მაგის გაშვება. მაგრამ ძალიან კაი მდგომარეობა არის. და აუც აი ხო რეპი აუც მე ვფიქრობ რომ უფრო სოციალური მოვლენა არის ვიდრე მუსიკა. ხო, იმიტომ რომ ხო რეპი ყოველთვის მაქენა წამოვიდა რაღაც რევოლუციასთან უფრო ასოცირებული არის, ხო. ხო, პროტესტი. ხო. და უფრო სოციალური მოვლენა არის. ხო. ხო და აი პოპი თაი მაგაში გვიჭირს რა. ეთქობა რაღაც ისეთი არასწორი პერიოდი გავიარეთ რა 90-იანი წლების და 2000-იანების დასაწყისის და მაგას ვიმკით რა. ხო, არასწორი პერიოდი, აი მაგ პერიოდზეც მინდოდა მეკითხა, რომ დავუშვათ აი ესეთი რაღაცა აი დღეს ვისაც თვლიან მეფეებად და დედოფლებად აი ყველაზე ცუდ პერიოდში აი პოლიტიკურად თავისუფლად რელიგიურად ცუდ პერიოდში რომელსაც ერქვა საბჭოთა პერიოდი ხო იმათ არც შეუშვებდნენ ტელევიზიაში ხო და აი რამ განაპირობა რა სიტუაცია განაპირობა რომ დღეს დავუშვათ აი ესეთი რაც გვაქვს ესეთი სიტუაცია გვაქვს ზოგადად ყველაფერში მუსიკაში რა კინო ტელევიზიაში კინო რადიოში და სადაც გინდა ანუ რაღაც პერიოდმა 90-იანებმა ალბათ ხო არ ჩამოგვწიათ ხო უკან 90-იანებმა საერთოდ დაანგრია ყველაფერი რა მენტალიტეტიდან დაწყებული და ანთორებული აი დღეს რაც ხდება ეს 90-იანი წლების ბრალი არის რა ხო და ასევე მე აი საერთოდ 90-იანებში იყო ჯერცხელი და მე ცივი ომი იყო ერთმანეთში ხო აი ჩვენს პატარა ყველაზე პატარა ქვეყანაში იყო ცივი ომი ერთმანეთში ხო და დღესაც გრძელდება რა ეს ომი რა და როცა არის ომი მაგ დროს რაღაცის სწავლა და მით უმეტეს თავისუფლების კულტურის სწავლა არის შეუძლებელი ალბათ მაგის ბრალი არის შეიძლება რაღაცა კარგი ტექსტი დაწერო რა კარგი რაღაც სიმღერა რაღაც აი გამოვიდეს და გვაქვს ჩვენ ეგეთი გამონათებები რა რაღაცა მაგრამ ისე ჯინაზე გაკეთებული არის და
აი მე სპეციალურად ძალიან ხშირად მიფიქრე იმაზე, რომ კარგად რო ხარ, ხო, ლოცვა მაშინ უფრო მადლიანია, ვიდრე სულად რო ხარ რა და გამოსდის წინ რო ლოცულობ. ხო და მე მინდა მოვესწრო იმას, რომ აი კარგად ვიყო და ესე დავწერო რა. ო, ეგ და ეგეთი ნახევარზე მეტი მაგ გავლილი, ხო? მინდა რომ სიმშვიდეში დავწერო. ეგეთი დაწერილი მუსიკა სხვანაირი იქნება. ხო? და არავინ არ თქვას რომ ხელოვანს ჭირდება შიმშილი, ისა უფულობა, არაფერი არ ჭირდება კაცო. კარგი რა. აბსოლუტურად არ ჭირდება. და აი მაინტერესებს ახლა თქვენი აზრი კიდე რომ დავუშვათ, ნუ 90-იანმა თუ რა წლებმა კიდე ეგ სხვა ამბავია ხო და აი სოფლიო რო განვითარდა. ჩვენ აშკარა არის რომ რაღაცა უკან ჩამორჩით და ნენელა ვეწევით. აი მუსიკაში რა თქვენი დაკვირვებით ასე ვთქვათ რა ხდება რა კუთხით იცი აი უფრო ფოლკლორის კუთხით იმიტომ რომ ნახე ვიღაცებს რაღაცა ინდუელებს თუ სხვა ასე ვთქვათ ერებს პატარა ერებს და დიდ ერებს რაღაცა ჯაზში რაღაცებში ინტეგრაცია რაღაცეები შეძლეს ვიღაცებმა და ქართველები რაღაცა ფოლკლორში ვართ და მოსჩა ხო შეიძლება რაღაც ფოლკ ჯაზი, ფოლკ არის. არა, ცნობილი რაღაცები არის, მაგრამ აი საერთოდ რო გაიტანონ და რაღაცა ევროპაში რო ცოტა ცნობილი იყოს, ეგეთი რა მე მგონი არ არის. ეხლა მე უფრო უარეს ვიტყვი რა. ძალიან არაპოპულარულ სრისთვისაც მაყურებელს ბოდიშს მოვხდი. მე მაგ ეგეთი მოსაზრება რატო არის ქართული პოლიფონია გავითარებული რა. ხო. სიზარმაცის გამო რა. ეს წარმოიდგინე რა. გეტყვი ხო? ეხლა ვიგეტყვი. დაალევენ ორჭიქას, ხო შენა წამოწვევიან და აბა ერთი მეორე მომეცი, ქართველი ნიჭიერე მოგცემს მეორეს, იქ მესამე რაღაცა და უცებ წამოვიდა პოლიფონია, მაგრამ ის რაც შეეხება თქვა მუსიკალური ინსტრუმენტების კეთებას, თქვა აი არ ყოფილა რა ეგეთი რა ჩვენ გვაქვს აი ნაპოვნი სამუზეუმო ექსპონატები რაღაცა თითო, მაგრამ არავის არ ყოფილა რა აი ფანდური ჩონგური და აქედან გამომდინარე საცეკვაო მუსიკაც არ გავითარებულა. აი რაც გააკეთა მაგალითად ხო რაც გააკეთა დიდმა ილიკომ და ნინომ და ქორეოგრაფია აფეთქეს რა. მაგრამ საცეკვაო მუსიკა არ შეცვლილა. იმიტომ რომ ჟღერადობა არ შეცვლილა. რატო? იმიტომ რომ ექსპერიმენტები არ კეთდება რა ინსტრუმენტებზე. რატომ? აი მაგალითად ინდოეთში 240 სახეობის ფლეიტა არის, რაც ჩვენ სალამურს ვეძახით, ხო, ფაქტიურად რა. ჩვენთან რამდენია? 1. აა 2-ია, ნუ 1 ისა უენო და ენი, ხო, მაგრამ მაინც 1-ია რა. ხო და ეხლა წარმოვიდგინე ჩვენ აი შრომაც რო გვიყვარდეს იქნება გადასარევი შრომა და მე ბევრი რაღაც შეიცვლება რა და მე გახსნილი უნდა იყო რა სამყაროსადმი რა ხო აი მე წლების განმავლობაში მამამ ვეხვეწები რომ ქარხანა გახსენით მეთქი და ლაბორატორია გააკეთეთ რომ დაიწყოთ ხე გამოცადეს ზომა გამოცადეს სიგრძე რა ყველაფერი აბსოლუტურად შეიძლება გააკეთო ბარიტონ ისა რა ქვია სალამური თუ ისა რა ქვია ხო ალტი რა სხვადასხვა რაღაცეები დასარტყამის აკრავების მთელი კონცეფცია მაქვს რომ სამა მედოლემ უნდა დაუკრას სხვადასხვა ჟღერადობის დოლზე აბსოლუტურად სხვადასხვა სიხშირით სხვადასხვა კონცეფცია მაგრამ ისეთი ქართული რიტმი წამოვა რომ ვერ გაჩერდება სკამზე მაყურებელი ვა მაგრამ სად არის ну ეხა ხო თქვი რომ ლაბორატორია საჭირო იმისა ბევრი რაღაცა არის საჭირო მაგრამ აი მაგაზე რა ვიცი ლაპარაკობთ და შეიძლება ბევრი რაღაც შეიცვალოს რა ნახოთ იცი რა აი რო იყოს დაუშვოთ რა არის საჭირო ის უკვე მეორე ნაწილი არის რა როცა ეს ინსტრუმენტალური ფოლკლორული მუსიკა შენ განვითარებული გაქვს და მიღწეული გაქვს რაღაც დონეზე კარგ ჟღერადობას მერე უკვე ის საზღვარი ის ბარიერი სხვა სტილთან ხო თხელდება ხო პრინციპში და მე მთლიანად ქრება რა ხო აი რასაც გადასარევად აკეთებს ნიაზ დიასამიცე კი ბატონო არ უშინდება ექსპერიმენტი ხო გადასარევად აკეთებს და თავისი მსვლელიც ყავს კი ბატონო გადასარევი ხო და რა არის საჭირო რომ დაუშვოთ პოლიფონი ხმაც და ინსტრუმენტიც ისე განვითარდეს რომ
აი რაღაც გინდა ჯაზ გინდა ნებისმიერ სხვა ჟანრს, ასე ვთქვათ, შეერწყას, ან არ შეერწყას და დეფორმაცია რაღაცა განიცადოს და გახდეს უფრო სხვანაირი მოსასმელი, რა, აი უფრო რაღაცნაირი, აი აკადემიური, ასე ვთქვათ რა. მაგრამ შეიძლება ორი რაღაცა. დიდარი კაცის კეთილინება და ღარიბი კაცის შრომის მოყარეობა. ხო, ეს იდეაში არის. მეტი არაფერი. ხო. თორე ნიჭი გვაქვს, ნიჭიერების სოფლიო რუკა რო არსებობდეს, საქართველოს იქნებოდა ალბათ ყველაზე დიდი სახელმწიფო რა. ახლა პერიფრაზირებას ვაკეთებ გურამ დოჩენაშვილის ლიტერატურული რუკა რო არსებობდესო. ხო. ხო, აი ნიჭიერებით რამდენიც გინდა, მაგრამ აქ არის ორი რაღაცა რა. დიდარმა კეთილინება უნდა გაიღოს ქრონებისთვის რაღაც. და ღარიბმა კიდე უნდა დაიწყოს შრომა რა. და გამოვა ყველაფერი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ასე ვთქვათ, სტუმრობისთვის მე ვარ სტუმარი და თქვენ ხართ უკვე ეგ სხვა ამბავია. მაგრამ მოკლედ ჩემს პოდკასტში მონაწილეობისთვის ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხო, კიდევ ერთხელ აი ბოდიშვიხტი მაყურებელთან თუ რამესთი ძალიან მკვეთრი ვთქვი. ეს ყველაფერი მაინც კეთილგანწყობის დეფიციტის ბრალი არის და თუ კი რამეს გამოსწორება გვინდა საჭიროა. ხო და გადახარეს გეტყინოს რომ მეხდე რომ ხო, პირველი ნაბიჯი არის ჩვენ მუსიკოსები ვიქნებით თუ არ ვიქნებით მუსიკოსები. უპირველეს ყოვლისა გვაქვს საოცარი პროფესია, რომელსაც ადამიანობა ქვია და უნდა ვიყოთ კეთილები ერთმანეთის მიმართ და მე ყველაფერი გაკეთდება რა. კეთილგანწყობით და სიყვარულით რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ეგ არის. ჯერ ჩვენ თავს მივხედოთ და მე სოფლიო დაინახავს. კი ბატონო, ხო, ეგეც არის. აბა მადლობა, მოკლედ. მადლობთ. ესე იგი, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მხარდამჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ლაიქეთ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. მადლობა და დროებით.